სად და რატომ ვყიდულობ ბიტკოინს და ეთერიუმს? მეგობრებო, ეს არის VDCA საფულის აპდეიტი ნომერი 5. ამ ვიდეოშიც რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, შევიძენ ბიტკოინს და ეთერიუმს, შევიძენ ასევე ვერცხლს და განვიხილავთ თუ რამდენი მოგება გავაკეთეთ ან წაგება და დავხურეთ თუ არა თუ ისევ პლუსში. წინა ვიდეოებში გადავიღე და გავაკეთე რომ მე ვყიდიდი ბიტკოინს და ეთერიუმს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ორდერები შეივსო ავტომატურად. ანუ მე არ გადამიწყვეტია რომ აი ახლა გავყიდე. აი ახლა გავყიდე ორდერები იყო წინასწარ დადებული. წინასწარ შემივსო sell ორდერები და ზუსტად ეს არის როცა შენ გეგმას აკეთებ, როცა შენ გეგმას არ უხვევ და აკეთებ ზუსტად იმას, რაც დაგეგმილი გაქვს. ის ორდერები, რომელიც შემივსო, გაყიდვის ორდერები, რა თქმა უნდა, დადებული მქონდა რომ და ვიდეოებში მქონდა ნანახები რომ მე აქვდებ ორდერებს, გაყიდვის ორდერებს და ეს არისო 100%-ით გაყიდვა. ხო, გავყიდე რა თქმა უნდა რამოდენიმე საფეხურად გარკვეული პროცენტები. განახოთ ახლა მეგობრებო, რამოდენიმე ორდერი შემივსო, ეთერიუმზე შემივსო 2 sell ორდერი, ბიტკოინზე შემივსო 1 sell ორდერი და ამ გაყიდული თანხით რა თქმა უნდა ისე ვიყიდეთ ბიტკოინს და ეთერიუმს ოღონდ უფრო იაფად ვიდრე აქამდე იყო, რაც იზრუნებს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი მოგება გვექნება ვიდრე რომ ჩვენ უბრალოდ ჩვეულებრივად დეცია გავაკეთოთ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განახებთ მეგობრებო და აი ზუსტად ეს არის კიდევ ერთხელ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი რომ არ უნდა გქონდეს ბაიასი. ყველა ეხლა დაიწყო ბიტკოინში ინვესტიცია, ყველა ეხლა გახდა ინფლუენსერი, ყველა ეხლა იცის რომ ბიტკოინი მილიონზეა და ამ შემდეგ და ზუსტად მაგ დროს უნდა გეშინოდეს ხოლმე შენ და მაგ დროს უნდა იყო ხოლმე ფრთხილად. რა თქმა უნდა, შიში არ გულისხმობ იმას, რომ აი ყველაფერი უნდა გაყიდო, არა, ზუსტად მაგ დროს უნდა იცოდე, რომ როცა მასა მოდის, მაგ დროს ყველაფერი დავარდება, იმიტომ რომ მე რომ გავყიდე ჩემი ბიტკოინი და ეთერიუმი, ანუ sell ორდერები რომ შეივსო, შემდგომ წარმოვიდგინო ესე რომ order book-ში მეორე მხარეს, ესე იგი ჩემი sell ორდერი ხდება buy ორდერი, ანუ ვიღაცამ ის უნდა იყიდოს, ანუ ჩემი sell ორდერი მე თუ მაგალითად გავყიდე $100, შეიძლება ერთმა ადამიანმა იყიდოს მეორე მხარეს ის ჩემი გაყიდული $100, ან შეიძლება 10 კაცმა იყიდოს $1000, ხო? ვინც მაგალითად მაგ დროს იწყებს ხოლმე დესიას. ამიტომ მეგობრებო, როცა რაღაც არის all time high-ზე, ან თუნდაც გააკეთა 20, 30, 50% ზრდა, მაგ დროს არ უნდა იყიდო. შეიძლება თუ არა რომ მე იმ 50%-ის შემდეგ ერთ დღეში, ერთ კვირაში, ერთ საათში კიდე 100% გააკეთოს, შესაძლებელი აბსოლუტურად, მაგრამ როცა რაღაც არის მაღლა და გააკეთა დიდი ზრდა, უნდა დაანებო თავი და დაელოდო სანამ კორექციაზე არ წამოვა. თუ შენ აკეთებ ინვესტიციას, ეს არის ინვესტიცია და ზუსტად ამას ვაკეთებთ. ზუსტად ამას გაჩვენებთ მეგობრებო და თუ თქვენ დაუშვით შეცდომა, არანაირი პრობლემა არ არის, ეს ყველას მოძის, მით უმეტეს დამწყებებს, მაგრამ თავარი არის რომ ეს შეცდომა გავიაზროთ და აღარ განვიმეოროთ. გადავიდეთ ახლა მეგობრებო, ვიყიდოთ ჩვენი ვერცხლი. დავიწყოთ მოკლედ ვერცხლით. ვერცხლი რა თქმა უნდა გამოიყურება იდეალურად, ანუ ძალიან კარგი ზრდები გვანახა მეგობრებო ვერცხლმა. გადავიდეთ დავით დამენიაზე. გამომაგდო, შევიდეთ უცბად. აქაც რა თქმა უნდა ჩავერცხე ისე როგორც შევთანხმდით ყოველთვის 150 евро. ხედავთ რომ ნახეთ, საინტერესო რამე. ანუ ყოველთვის ყიდულობთ რა თქმა უნდა 150 ევროს ვერცხლს, აი ხედავთ რომ 1 2 3 ჯერ ზედიზეთ და ნახეთ ახლა რა არის განსხვავება მეგობრებო. ყოველთვის მოგდის უფრო და უფრო ნაკლები გრამებში ვერცხლი, ნიშნავს იმას რომ ყოველთვის ვერცხლის ფასი იმატებს, რაც ჩვენთვის არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ვერცხლში ვაკეთებთ long term ინვესტიციას, მე მჯერა რომ ვერცხლი გააკეთებს ძალიან დიდ ზრდას და მე რა თქმა უნდა მის გაყიდვას არ ვაპირებ. არც გზა და გზა რა თქმა უნდა თუ გააკეთებს ძალიან დიდ ზრდებს, მაგალითად 100%, 200%, გადავწყვეტ რომ რაღაცა ნაწილი გავყიდო, მაგრამ როგორც ახლა მაგალითად ბიტკოინს და ეთერიუმს ვდებ ორდერებს, გაყიდვის ორდერებს, ვერცხლზე რა თქმა უნდა ამას არ ვაკეთებ. ჩავერცხე ახლა კიდე $151, ჩვენ გვაქვს ისე და евро გაცრავად, ჩვენ გვაქვს ისედაც უკვე 2000 евро. გადავხედავთ მე Excel-ში, მოგებაში ვარ თუ წაგებაში და როგორ დავხურეთ თვე, ვერცხლი პლუს ბიტკოინი და ეთერიუმი. ძალიან მაინტერესებს.
10,000-ზე როდის ავალთ? მე მეგონა რომ წლის ბოლოს ავიდოდით, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი უფრო მალე მოხდეს, იმიტომ რომ ყველაფერი მაღლა იწევს და ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის, მაგრამ ნუ ამას რა თქმა უნდა გზა და გზა გავიგებთ. მოკლედ ვიყიდოთ კიდევ ჩვენი ვერცხლი. ანუ ვყიდულობთ, რას ვყიდულობთ? ვერცხლს, სად გვინდა რომ შევინახოთ? ზიურიხში. ზიურიხში რო ენახავ, ვხედავთ აქ რომ VAT free, ანუ 21%-ს არ ვიხდით დამატებით. არც ფრანკფურტში, მაგრამ ამსტერდამში უნდა გადავიღადოთ VAT-ი, ანუ გადასახადი. ქალაქს უნდა გადავხადოთ 21%. ამიტომ არ გვინდა ეს. ვყიდულობთ საუკეთესო ფასად, ანუ მარკეტ ორდერი არის და რამდენი ევროსაც ვყიდულობთ? 150 евро. კორტინგს კოდი არა გვაქვს და გადავამოწმოთ, ხო ვერცხლს ვყიდულობთ Copen Silver Zurich. ოკეი. ესეც ჩვენი დამატებით 150 ევროს ვერცხლი. მოგდის 139 გრამი, ანუ იმაზე ნაკლები ვიდრე წინაზე. ეს კიდე გადასახადები რამდენი რა დაჭდება. კი ბატონო, ორდერი გავაგზავნოთ. გადასახადებს ძალიან არ უყურებ, მეგობრებო. თუ მე ახლა გავაკეთე რომ ყოველთვე მინდა და ავტომატურად იყიდოს ყოველთვე, მაგ შემთხვევაში ეს ტრანზაქციების ფასი ნახევრდება, ანუ 50% ფაზაკლება არის, მაგრამ ჯერჯერობით დავტოვოთ ესე როგორც არის, მე დიდად არ მაწყობს. მოკლედ ვერცხლი ესე გამოიყურება, ჯერ არ დავხურავ, იმიტომ რომ შემდეგ Excel-შიც უნდა შევიტანოთ ჩვენი რაღაცები. კარგი, ახლა კიდე მეგობრებო გადავიდეთ Bitcoin-ი და Ethereum-ის საფულეზე. ხართ თუ არა მზად, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მოგებები გავაკეთეთ. ბუმ. რა თქმა უნდა, ბაზარი წავიდა უკვე ისევ კორექციაზე. 2000 რაღაცა ევრო მოგებაში ვიყავი, ანუ სუფთა მოგებაში. ეხლა დაიკლო რა თქმა უნდა თან ის 200 ევროც დავამატე, რითიც უნდა ვიყიდოთ Bitcoin და Ethereum-ი. და მოკლედ ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. ეხლა რა თქმა უნდა ვიყიდოთ ჩვენი Bitcoin და Ethereum-ი 100 ევროს, იმიტომ რომ წეღან 200 евро. ჩავრიცხე, დავამატეთ. ვნახოთ ახლა ჩვენი ტრანზაქციები საით არის. ტრანზაქციები აი აქ ხედავთ რომ წეღან დავამატე 200 евро, იმიტომ რომ ყოველთვე 100 ევროთ Bitcoin-ს ვყიდულობთ, 100 ევროთი Ethereum-ს. ვიყიდოთ ახლა ჩვენი Bitcoin და Ethereum-ი. ვყიდულობთ. მარკეტ ორდერია და ვყიდულობთ 100 ევროსას. ვყიდულობთ და გადავიხადეთ 15 თეთრი გადასახადებში. It's okay. და ახლა კიდე ვიყიდოთ Ethereum-ი. Ethereum-საც ვყიდულობთ, რა თქმა უნდა, 100 ევროსას. ვყიდულობთ. მარჩა. PK Wallet, okay. ვნახოთ ახლა აქ ტრანზაქციებში ვიყიდეთ 100 ევროს Bitcoin-ი, 100 ევროს Ethereum-ი. Very good. ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ჩვენ ვხედავთ რომ გვაქვს გაყიდულებში 625 евро, ანუ რაც დავაფიქსირეთ ჩვენ მოგება. რაც გავყიდეთ Bitcoin და Ethereum. და კიდე ორდერებში გვაქვს $430, რასაც რა თქმა უნდა, 430 евро, რასაც რა თქმა უნდა შევცვლით, იმიტომ რომ მიყენია Bitcoin-ზე ორდერები, ძველი ორდერები, რომლებიც არის აი ესენი, მეგობრებო, და ჩემი ვარაუდით ესენი აღარ შეივსება. ამიტომ ვალდებული ვარ რომ რა თქმა უნდა გავყიდო, რა თქმა უნდა ეს ორდერები გავაუქმო და ცოტა მაღლა ავიტანოთ ჩემი ორდერები. რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ახლა ესე ვთქვათ ევროს ჩარტზე, ვხედავთ რომ daily აქ გაარღვია, რა თქმა უნდა დოლარი სულ სხვანაირად გამოიყურება. ტაიმჰაი გავაკეთეთ, მაგრამ ევროზე ჯერ ალტაიმჰაი არ გაგვიკეთებია. ამიტომ ესე ვთქვათ ველოდებით ჯერ კიდევ ალტაიმჰაის გაკეთებას რატო ევროზე? იმიტომ რომ მე long term ინვესტიციას ევროში ვაკეთებ, დოლარებში, ანუ ევროპაში დოლარები არ გამოიყენება, ამიტომ ვაკეთებ ევროში ინვესტიციას. და ევრო დოლართან შედარებით, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია, ამიტომ Bitcoin-ის ფასი ევროში უფრო ნაკლები ღირს ვიდრე დოლარში. ამიტომ ანალიზსაც ევროში ვაკეთებ და რა თქმა უნდა, ორდერები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ აუცილებელი არის რომ თქვენ ეს ანალიზი გააკეთოთ, ესე ვთქვათ, დოლარებზე.
დავიწყოთ მოკლედ მეგობრებო, ჯერ გავიაზროთ ის თუ რამდენი მოგება გავაკეთეთ Bitcoin-ზე და Ethereum-ზე და ეხლა ვხედავთ, ანუ ორდერები, აი აქ ვხედავთ, რომ როდის შეგვივსო ეს 10.07, 10.07 და 17.07. ანუ 2 გაყიდვის Ethereum-ზე და 1 გაყიდვის Bitcoin-ზე. დავიანგარიშოთ ეხლა მეგობრებო. ну, Ethereum-ზე გვაქვს გაყიდული და დაფიქსირებული მოგება 266 დავრკვალებული და აქაც 168. 168 ჯამში გამოდის მეგობრებო 266 დავუმატოთ 168. ეს არის 434 евро Ethereum-ზე. აი წარმოიდგინეთ რომ ამხელა მოგება დავაფიქსირეთ და ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ 400 евро კიდე ცალკე კაპიტალი იმის რომ გავაკეთოთ ინვესტიცია. რა თქმა უნდა ამის ყიდულობთ ჩვენ ამ თანხით ისევ Ethereum-ს და შეიძლება თუ არა რომ არ შეივსოს. რა თქმა უნდა შეიძლება რომ კორექციაზე არ წამოიდეს და არ შეგვივსოს, მაგრამ რა თქმა უნდა ამ თანხით მე შეგვიძლია სხვა რამებში გავაკეთოთ ინვესტიცია. არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ფაქტი არის ის რომ როცა შენ ხედავ რომ შენი ასეტი არის მოგებაში, წარმოიდგინე აქ მქონდა 2000 რაღაც ევრო მოგება. და ამ ეს მოგება რო არ დააფიქსირო, რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ 2000 ევრო, ანუ ბევრისთვის ძალიან ბევრი ფულია, ჩემთვის ძალიან ბევრი ფულია. ზოგისთვის შეიძლება ჯიბის ფული იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიანგარიშოთ ჩემ ინვესტიციაზე გაკეთებული 2000 ევრო. ანუ სადღაც 4000 ევრო რო გაკეთებული ინვესტიცია და 50%-ს აკეთებ Z მოგებას, რა თქმა უნდა სულელი უნდა იყო რომ არ გაყიდო და რაღაც მოგება არ დააფიქსირო, ხო? ამიტომ Ethereum-ზე გვაქვს $434 და რაც შეეხება Bitcoin-ს 186 евро, გაცრავად евро Bitcoin-ი. კარგი, ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ჩვენ გვაქვს აქ კიდე დაყენებული ორდერები, აი აქ ხედავთ რომ in aufwachting, ანუ ჩვენ აქ ხედავთ რომ Ethereum-ზე მაქვს კიდე ყიდვის და გაყიდვის ორდერი. აქ 1670 ევროზე და შემდეგ უკვე Bitcoin-ების 75000 ევროზე 84 და 64 რაც მგონია რომ აღარ მოხდება. ეხლა რა გავაკეთოთ მეგობრებო? ანუ აქ ხედავთ რომ აქ დარჩენილი. ნახეთ, აქ ხედავთ რომ 625 евро არის. цариელი თანხა, ანუ რაც დავაფიქსირეთ მოგება კიდე რო გადავამოწოთ 434-ს დავამატოთ 186. კი ბატონო, 620 გამოდის და ანუ ეს თანხა არის იმისთვის რომ ჩვენ გავაკეთოთ ახალი ინვესტიცია. აქედან რა თქმა უნდა 168 евро არის Bitcoin-ი, ამიტომ მოდი ჯერ Bitcoin-ში გავაკეთოთ ინვესტიცია. Bitcoin-ში სად გვინდა ყიდვა მეგობრებო? ყიდვა მინდა მე აი აქ. აი აქ დავაყენებ ორდერს, ევროებზე არის ეს ისე არ დაგვაუწყდეს მეგობრებო. ამას გავამწვანებ. აი აქ ნახეთ, sell order-ი შემივსო, it's perfect. აქაც დავწეროთ sell. Very good. და სად ყიდულობთ მე Bitcoin-ს, რა თქმა უნდა ცოტა front runs გავუკეთებ, აი აქ. და ყიდულობთ Bitcoin-ს 93800 ევროზე. და ნახეთ რამხელა კორექცია არის, ანუ ამ high-დან, ლოკალურ high-დან. აი აქედან რო დავიწყოთ, იქნება 10%-იანი კორექცია. აქედან რო დავიწყოთ, აქედან 9 რაღაც. რა თქმა უნდა, ქვემოთაც ვიყიდებთ მეგობრებო, იმიტომ რომ ამ ქვემოთ ორდერებს ამოვიტანთ მაღლა, მაგრამ ჯერ მინდა რომ არ შეგვეშალოს თანხები. ჯერ მინდა რომ Bitcoin-ზე აქ ორდერი დავდოთ და ეს პირველი იქნება 93800. მოკლედ, 80. გადავედეთ ახლა ბაზარზე. გვინდა Bitcoin-ის ყიდვა, გვინდა limit ორდერი. ყიდვა გვინდა limit ორდერი იქნება 93810-ზე. 93810. 93810. ვნახოთ 93810. ეგ გამოდის. და გვინდა 186 ევროსი. 186 11 მიჩვენებს. ალბათ იმიტომ რომ 186 11 გავყიდეთ არც. ნუ მოკლედ. ყიდულობთ limit orders. ვალა 28 თეთრს გადავიხდით გადასახადებში როცა შევისება. ძალიან კარგი. ორდერი მიღებული არის და შეგვიძლია გადავხედოთ ორდერებში რომ
$93,800-ზე გვინდა ყიდვა. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ დაგვშვა ჩვენ 439 евро, რაც რა თქმა უნდა სუმთლიანად ეთერიუმის არის და ამას წავშლით კიდევ 0.07 ეთერიუმის იმას ყიდვას. მოიცადეთ, ეს უნდა იყოს. ეს გაყიდვის წაშლა მინდოდა შემთხვევით. ეს უნდა წავშალოთ $1670 0.04 ეთერიუმის ყიდვის. წავშალეთ რა თქმა უნდა და აქ 415 ევროს მაგვირად გაგვიხდა 500. ანუ 100 რაღაცა ევროს ორდერი გქონდა იმ თანხას. ეხლა 510 евро გვაქვს პლუს მინუს იმისთვის რომ გავაკეთოთ ეთერიუმში ინვესტიცია. ეხლა სად ვიყიდით ჩვენ ეთერიუმს? ეთერიუმი აქ უკვე ვიყიდეთ ჩვენი იმით. რა ქვია იმას? ვედეცია საფულეთი. მინდა თუ არა აქ კიდე ყიდვა ეს ადგილი სხვათა შორის ევროზე კარგად გამოიყურება, ამიტომ მეგობრებო დავამატებ აქ 100 ევროთი მარკეტს ვიყიდი. იმიტომ რომ კარგად გამოიყურება ეთერიუმი, მოგვიწევს ცოტა აგრესიულები ვიყოთ. ამიტომ იმ 500 ევროდან მარკეტით ვიყიდი კიდევ 100 ევროს. მარკეტით ვიყიდეთ. კი ბატონო, დაგვრჩა აქ 410 евро. და ეხლა როგორ გავანაწილოთ ეს 410 евро? აქ ვიყიდე, იმიტომ რომ ეს კონსტრუქცია ეთერიუმზეც მაქვს. აქ აღნიშნული დოლარზე რომ ძალიან კარგი კონსტრუქცია არის. ამიტომ საინტერესო იყო აქ ყიდვა. დაგვრჩა 400 евро და სად გავაკეთებთ 400 ევროთი ინვესტიციას? სიმართლე გითხრათ, არ მინდა რომ ამხელა კორექცია გაკეთდეს 20%-იანი, but it's possible. შესაძლებელი არის და უნდა ვიყოთ მზად, რა თქმა უნდა. ნახოთ ახლა სად შეიძლება ეთერიუმის ყიდვა. მოდი მე აქ ავირჩევ 2770. ნახოთ ეს რა ადგილია. კი ბატონო, მომწონს 2770-ზე. ეთერიუმი. ლიმიტი 2770, ხო სწორია? 2770. აქ ვყიდულობთ, რამდენი ქონა დარჩენილი? 410 ქონა მეგონა დარჩენილი, ხო? კი, 410 გვაქვს დარჩენილი. აქ ვყიდულობთ მეგობრებო 250-ის. ყიდვა. Very good. და ეხლა კიდე გვინდა ცოტა ქვემოთ ვიყიდით ამ შემთხვევაში 2525-ად ცოტა double time frames გადავიდეთ, front rooms გავუკეთებ ამას და აქ ვიყიდი. აქ ვიყიდი 2610 იყოს. კი ბატონო, იყოს ესე და მაღლდა რომ ავიღოთ, იქნება კიდევ 5-6% TAP. 2610. ნახოთ შეგვივსებს თუ არა 2610. Ups. 2610. და ესეც იყოს უკაცრავად ლიმიტი 2610 და იყოს 155 ევროსი. 159 ის გვეყოფა. კი ბატონო. 159 ევროსი. всё, მეგობრებო, დადებული არის ეთერიუმზე ორდერები. ეთერიუმზე ახლა გვაქვს ორი ორდერი, ორი ყიდვის და ერთი გაყიდვის. გაყიდვის ორდერი რო შეგვივსება. სხვათა შორის არ არის ძალიან შორს. ლოკალური ჰაიდან კიდე 8% აკლდა. აქედან 23%, შემდეგ კიდევ დავუმატებთ სხვა გაყიდვის ორდერებს. მაგრამ მე როგორ რა თქმა უნდა ალტაიმა იქნება, ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ, სხვანაირ გეგმას გავყვებით მაგ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება ბიტკოინს, მეგობრებო, უნდა ვხედავთ რომ აღარა გვაქვს არანაირი თანხა და წავშალოთ ბიტკოინის ყველა ორდერები. ყიდვა.
წავშალოთ, ყიდვა, წავშალოთ, ყიდვა, წავშალოთ, ყიდვა, წავშალოთ. ისიც წამეშალა შემთხვევით მე მგონი. ეხლა რომ დავდეთ ორდერი, მაგრამ არა უშავს. მოკლედ, ეხლა რა ხდება მეგობრებო აქ? ანუ ეს sell order-იც ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა. ეხლა ამ გაყიდულიდანაც რო ვიყიდოთ ისევ, წარმოიდგინეთ, რომ 2%-იანი ფაზაკლება გავაკეთეთ უკვე, მაგრამ უფრო ქვემოთ გვინდა ჩვენ ბიტკოინის ყიდვა. პირველ რიგში ვიყიდით. წეღან სად გავაკეთეთ? აქ გავაკეთეთ, მე მგონი თუ არ ვწდები, ხო? ყიდვა $95,700 ვიყიდი აქ. აქედან რომ ავიღოთ. იქნება 5%-იანი 95,700. თუ ეს იყო. მოდი მაინც ცოტა დეფენსიური ვიქნები, აქ ვიყიდი. თუ არ და ვნახოთ რამდენი თანხა გვაქვს აქ. 556. 556 შეგვიძლია მე სხვა რამებში გავკეთოთ ინვესტიცია თუ არ შეგვივსებს. მოკლედ ბიტკოინზე დავაყენოთ აქ 93,850 ავიღოთ. 93,850 limit 93,850 93,850 და ვყიდულობთ მეგობრებო 250 უკაცრავად და 300 ევროსი. კი ბატონო. და შემდეგ დაგვრჩება კიდევ ერთი და ამ ერთსაც უკვე სხვათა შორის ეს ლეველი მომწონს. ეს ლეველი ძალიან მომწონს. 97,000 არა უკაცრავად ეს არის 90,050. limit და იქნება რამხელა კორექცია 13%-იანი, it's okay. და აქედან თუ კიდე ქვემოთ ჩამოვიდა უკვე იქნება მაგედან უკვე 6%. კი ბატონო, ნახოთ აქ რა გვაქვს. პირველ რიგში გვაქვს 90,050, 90,50 და 200 ესე ვთქვათ აქ ვიყიდით მაშინ 150-ას. ოკეი. და იმ შემთხვევაში თუ კიდე ჩამოვიდა ქვემოთ, შემდეგ გვექნება კიდევ ერთი ორდერი, რომელიც ეს ორდერი მომწონს 84,050 ავიღებთ. 84,50. 4,050. Voila. Voila. Perfect. კარგი, ცოტა სტაკლება გვინდა 96 ევროსი. всё, მეგობრებო, ორდერები არის დადებული ბიტკოინზეც და ეთერიუმზეც. რა თქმა უნდა, აქ ყიდვის ორდერები არის. შემდეგ გაყიდვის ორდერებიც უნდა დავდოთ მინიმუმ 1-2. ეხლა ეთერიუმზე გაყიდვის გვიდევს, მაგრამ გვინდა ბიტკოინზე. ჯერ გადავხედოთ რამდენი თანხის ბიტკოინი გვაქვს. ბიტკოინს ჩვენ გვაქვს ინვესტირებული სად არის? ისინი მაღლა ვწიოთ 1907 ევრო. ოკეი, 1907 ევრო, 10% იქნება 200, ანუ ამან თუ გააზარდა კიდე და 2500-მდე თუ გქონდა, ან არ აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ რომ 2000 გქონდა, 10% რო გავყიდოთ, პლუს მინუს 200 ევროიანი მოგება. ამიტომ აუცილებლად დავაყენებთ sell orders. sell order-ი ევროებში მეგობრებო, რამდენი ვთქვათ? კედან უკვე 115,000 ევრო.
ვთქვათ, რომ 115.000 ევროზე გვინდა გაყიდო. ვერკოპ 115.000 ევროზე ლიმიტი 115.000 ევროზე თრი რომ გავყიდოთ სუმთლიანად, ანუ მაგ დროს გვექნება 2234 ევრო. თუ გაიზარდა აქედან. თუ არ შეგვივსო ის ყიდვის ორდერები. ამიტომ მე გავყიდი 10%, ანუ ამის 10% იქნება 200 220 პლუს და ვთქვათ რომ გავყიდოთ 10%. კი ბატონო, 223 ევრო. იდეალურია. გავყიდეთ 115-დან 120-მდე არის 5% არ გვინდა 10%-ს დავალოდებით 130 რა ვთქვათ 130 ვთქვათ. ეხლა მეგობრებო რა თქმა უნდა ბიტკოინზე არ შეგიძლია რომ ლეველები განსაზღვრო გასაყიდი, ამიტომ ვიღებ უფრო ფსიქოლოგიურ თანხებს. დროს გვექნება აქაც 2200 რაღაც და აქაც რა თქმა უნდა 10%-იანი მოგება. ვალა. ეს არის მეგობრებო ბიტკოინ და ეთერემზე. ყველანაირი ორდერები გვაქვს დაყენებული. კარგი მოგებებში ვართ და მოდი ახლა ვნახოთ გავაკეთეთ თუ არა ჯამში მოგება. გადავედეთ ახლა მეგობრებო ჩემი Excel-ზე, ხედავთ იმედია. ნახოთ ხედავთ თუ არა, მე მგონი ვერ ხედავთ და ამიტომ ახლა გადავალთ ჩვენ Excel-ზე. კარგით, ახლა მე მგონი Excel-ს უნდა ხედავდეთ წესით. კი ბატონო, ხედავთ Excel-ს და ვნახოთ გავაკეთეთ თუ არა მოგებები. მოკლედ, წინა თვეს გვქონდა საფულეში ტოტალურად 7,993 ევრო. და მოდი ახლა დავითვალოთ, ახლა რამდენი გვაქვს მეგობრებო? მოკლედ, ახლა რო ვუყურებ 6045 გვაქვს. 6045 გვაქვს კრიპტოზე და პლუს დავუმატოთ კიდევ ვერცხლზე გვაქვს 2060 ევროს დამრგვალებული დავუმატოთ 140. გამოდის 2200 ზუსტად 2200 და გამოდის 845 ევრო. უკაცრავად 8245 ევრო. 8245 ევრო. იმიტომ რომ 6045 დავუმატოთ 2200 გამოდის 8245. კი ბატონო. ეხლა ვნახოთ. ჩვენ Excel-ში შევიყვანოთ ეს ყველაფერი და გამოდის რომ ჩვენი საფულე, ანუ 8245 ევრო. ჩვენი საფულე არის მეგობრებო, წინა თვესთან შედარებით 16% ზრდაში. რაც რა თქმა უნდა მეგობრებო არის ძალიან მაგარი სასწაულია, წარმოიდგინეთ რომ 1 2 3 4 თვეზედიზეთ ვართ პლუსში. რა თქმა უნდა ის 450 დამატებული ევრო, რომელსაც ყოველთვე ვაკეთებთ, 150 ვერცხლში და 150 ვერცხლში, 200 ევრო ბიტკოინ და ეთერემში და 100 ევრო ქეში. ქეშიც აქვე მოგვს. მეგობრებო, ვიდეოს ბოლოს განახებთ, რამდენი გვაქვს ქეშად. სუმთლიანად შანსები რომ დავინახოთ ამ ქეშითაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ სხვადასხვა რაღაცებში ინვესტიციას. ამ 450 ევროს რა თქმა უნდა დიდი გავლენა აქვს პროცენტულობით ჩვენ ტოტალ საფულეზე, მაგრამ რაც უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი საფულე, მით უფრო და უფრო ნაკლები გავლენა ექნება პროცენტულობით ამ 450 ევროს. მაგრამ ახლა რა თქმა უნდა მეგობრებო, უნდა დავითვალოთ ჩვენ ინვესტიციაზე რამდენი გვაქვს გაკეთებული ფული. მოკლედ ტოტალური პორტფოლიო ჩვენთან ამ შემთხვევაში არის 8245 ევრო. კი ბატონო. და ვნახოთ ტოტალურად რამდენი გვაქვს ინვესტირებული მეგობრებო. ტოტალურად გვაქვს ინვესტირებული. აქაც დავუმატოთ 450 ევრო და ტოტალურად გამოვდის ჩვენ 6800 ევრო ინვესტირებული. 6800 ევრო ინვესტირებული და ჩვენ მეგობრებო, ჩვენ პორტფოლიოზე სუმთლიანობაში გვაქვს 17 ესფერია, ოკეი. მივხვდით. მოკლედ ჩვენ გვაქვს ტოტალურად ჩვენ ინვესტიციაზე გაკეთებული 17.53% მოგება, რაც რა თქმა უნდა არის მეგობრებო იდეალური.
მით უმეტეს ძალიან მაღალ დონეებს, ასე ვთქვათ, ძალიან მაღლა იყო ბიტკოინის ფასი, როცა ჩვენ დავიწყეთ ვედეცია საფულე. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან კარგად მიდის, ესე ვთქვათ, ჩვენი საფულე. ეს არის სუფთა ინვესტიცია, რაც გვაქვს გაკეთებული, ეს არის სუფთა მოგება, რაც გვაქვს გაკეთებული. რაც უფრო დიდი ხანი გვექნება ეს, შემდეგ უკვე გავაკეთებ, შევაჯამებ დეცია საფულეთი, უფრო მაგარ მოგებას გავაკეთებდით თუ ვედეცია საფულეთი უფრო მაგარი მოგება გავაკეთეთ და რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, რისკებსაც შევაჯამებთ, იმიტომ რომ ვედეცია საფულე სულ სხვა რამე არის, ვედეცია სულ სხვა რამე არის. ვედეციად ჩვენ რა თქმა უნდა ვაფიქსირებთ მოგებებს. მოკლედ მეგობრებო, ეხლა გადავიდეთ ესე ვთქვათ ჩვენ cash-ზეც, იმიტომ რომ მოიცადეთ, ჯერ აქ კიდე გვაქვს რაღაცები გასაკეთებელი უკაცრავად. აქ დავამატეთ კიდე 200 ევრო და აქ დავამატეთ კიდე 150 ევრო. ანუ ჩვენი საფულის, ჩვენი ინვესტიციიდან, რა თქმა უნდა, 4200 გვაქვს კრიპტოში, 2050 გვაქვს ვერცხლზე. ვერცხლზე ეხლა ჩვენ ვართ, ესე ვთქვათ, 2200 ევროში, ამიტომ 150 ევრო მხოლოდ ვერცხლზე მოგება. ნელა მივიდივართ, მაგრამ რაც თავარია მაღლა და ვერცხლი არის ზუსტად ეგ რომ სტაბილურობა იყოს შენ საფულეში და არ იყოს გიჟური ვარდნა დაზრდები და ბიტკოინზე ესე ვთქვათ, კრიპტოში გვაქვს 4200 ინვესტირებული სუმთლიანად და დღესდღეობით ვართ 6055 ევროში. ეგ ნიშნავს იმას, რომ კრიპტოში გვაქვს ტოტალურად 1855 ევრო პლუს მინუს გაკეთებული სუფთა მოგება. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი მეგობრებო. ეხლა შევწყვეტოთ ჩვენი გაზიარებები, ესეც დამატებით კიდევ 100 ევრო მეგობრებო. ესეც ჩვენი კონვერტი. კონვერტიდან ამოვიღოთ აქ გვიდევს რა თქმა უნდა 300 ევრო. ვამატებთ აქ ამას კიდევ ჩვენ 200 ევროს. უპს და ტოტალურად გამოგვდის მეგობრებო 100, 100, 300, 400. გამოგდის 400 ევრო ქეში. როცა ჩვენ დავინახავთ აქ, ესე ვთქვათ, ბაზარზე არ აქვს მნიშვნელობა. რა ბაზარი იქნება აქ, რაიმე საინტერესოს იმის რომ გავაკეთოთ ინვესტიცია, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ინვესტიციას. ან შეიძლება თუნდაც ყველას მოიხსენება რომ ჩვენ დავამატეთ Discord-ზე ცალკე განყოფილება, სადაც ვაკეთებთ ინვესტიციას სარისკო პენისტოკებში, მაგრამ ვაკეთებთ ფუნდამენტალურ ანალიზს, რასაც ქვია სრულიად ფუნდამენტალური ანალიზი. ფუნდამენტალურს ვუმატებთ ტექნიკურს და ამაში ვაკეთებთ ინვესტიციას. შეიძლება ეს ფული მაგაშიც გამოვიყენოთ, არ ვიცით. ნუ ნახოთ როგორ წავა საქმეები და რას გადავწყვეტ და ეს არის ზუსტად ამ ვედეცია საფულეს დანიშნულებაც, რომ ეს ყველა გადაწყვეტილებები გაგიზიაროთ თქვენ და ამას ახლა ვაკეთებ, იმიტომ რომ ზუსტად გაგიზიაროთ როგორ ხდება ყველაფერში ინვესტიცია, როგორ ანუ ცხოვრებისეული, ესე ვთქვათ, სერია გამოდის. ეს იმიტომ რომ ეს 400 ევრო დამჭირდეს საქმეშიც, ჩემთვის პირადულში ამასაც გამოვიყენებ. მაგაშიც გამოვიყენებ, იმიტომ რომ ეს ფული ზუსტად მაგისთვის არის შექმნილი, იმიტომ გავაკეთე ეს რომ ყოველთვის საჭირო არის რომ გქონდეს რაღაცნახა გვერდზე გადადებული იმისთვის რომ თუ მოხდა და აღარ გქონდა შემოსავალი ან სამსხურში ვეღარ მიდიხარ ან რაღაც მოხდა ან რა სადმე გაქვს რამე დამატებით გადასახადი ყოველთვის გქონდეს გვერდზე თანხა გადადებული. რა თქმა უნდა ეს თანხა რომ მოიმატებს და გახდება 2000 3000 ევრო, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ იცი რა 3000 ევრო უკვე ჩემთვის ბევრი არის. იმიტომ რომ 3000 ევრო ერთ ჯერზე არ ამგონია რომ დამჭირდეს, ამიტომ 1000 ევროს დავაინვესტირებ რამე, შენ თუნდაც 2000 დავაინვესტირებ და 1000 ევრო ისე გვერდზე მექნება. იმიტომ რომ დაზღვევილი ყოველთვის უნდა იყოს. ამიტომ ეს კონვერტი არის ზუსტად მაგისთვის, იმიტომ ვაკეთებ რა ისე ვთქვათ თქვენს мотивация მოგცეთ იმისთვის რომ ინვესტიციის გვერდზე აუცილებელი არის რომ თანხაც გქონდეს რაღაცა გამოვალი მდგომარეობისთვისაც ან თუნდაც საინვესტიციოდ, იმიტომ რომ სადმე შანსები თუ დავინახეთ, რა თქმა უნდა ამ 400 ევროსაც გამოვიყენებთ. მოკლედ მეგობრებო, მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კარგი მოგებაში ვარ, 17%-იანი მოგება არის იდეალური. ბაზარები მაინც ქვემოთ რო წასულიყვნენ, ჩემი აზრით მე მაინც მოგებაში ვიქნებოდი, იმიტომ რომ ამ ტაქტიკით ვედეცია საფულეთი, დეცია საფულეთი რა თქმა უნდა პლუსში იქნებოდი მაინც, იმიტომ რომ ბიტკოინმა ალტაიმი გააკეთა და ჩემ დროს როცა მე დავიწყე ვედეცია რო დაგეწყო მოგებაში იქნებოდი. არ ამგონია ესეთ მოგებაში ყოფილიყავი, როგორ მოგებაშიც მე ახლა ვარ, იმიტომ რომ ბაი ორდერებით შემივსო რამოდენიმე. მაგრამ ესე ვთქვათ, ბაზარი რო წამოსულიყო უკან,
დღესდღეობით ჩვეულებრივი დეცია საფული არ იქნებოდა მოგებაში და პირიქით მინუსში იქნებოდა, მაგრამ ვედეცია საფული ისე მოგებაში იქნებოდა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ ჩვენ, როცა იზრდება ბაზარი, ვაფიქსირებთ მოგებას და იმ მოგებებით როცა ვარდება ვყიდულობთ, რასაც დეცია საფული არ აკეთებს, ხო? ამიტომ მეგობრებო, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შევაჯამებთ კიდევაც ვედეცია საფული ჯობია თუ დეცია საფული, მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა საჭირო არის, რომ უფრო დიდი ხანი გავაკეთოთ ეს ყველაფერი, გამოვიაროთ. როგორც ვარდნება ისეთი ბაზარი როცა ვარდება, ასევე აღმავალი ბაზარი როგორც არის, რა თქმა უნდა ახლა. და კიდევ არჩევას მოგცემთ მეგობრებო, ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით, რომ არ გქონდეთ ბაიასი. რა თქმა უნდა, მე მინდა რომ კორექციები არ მოხდეს და წავიდეს მაღლა, ეს ყველას უნდა, მაგრამ ესე არ ხდება და ეს უნდა გავიაზროთ, ხო? და თუ შენ გუშინ წინ იყავი დაინტერესებული Bitcoin და Ethereum-ით და all-time high-ებზე დაიწყე შენ Ethereum-ში რა აქვს all-time high, მაგრამ Bitcoin-მა გააკეთა უკვე all-time high და შენ მაგ დროს დაინტერესებული იყავი რომ Bitcoin და Ethereum-ი გეყიდა ესე ძვირად და გჯეროდა, დღეს რატომ აღარ ხარ დაინტერესებული? ხო, როცა დავარდა ზუსტად მაშინ უნდა იყიდო. ეხლა გააკეთა რაღაც პატარა კორექცია, ხო? ზუსტად პროცენტებში არ ვიცით, ვთქვათ 10% პლუს მინუს, შეიძლება თუ არა კიდე დავარდეს, შეიძლება. მაგრამ აქ უბრუნდებით ისევ იმ ლოგიკას, რაც მე წინა ვიდეოებში ავხსენი. შეიძლება თუ არა წავიდეს, შეიძლება, მაგრამ ამაზე შენ კონტროლი არ გაქვს, შენ კონტროლი გაქვს შენ საფულეზე. და თუ შენ ხედავ რომ ხარ დიდ მოგებაში, ან თუნდაც პატარა მოგებაში, 20%-იან მოგებაც მე ვთქვი რომ ეს არის დიდი მოგება. ინვესტორები 20%-იან მოგებას წლები ელოდებიან. ან 1 წელი მინიმუმ. ამიტომ შენ თუ ეს გააკეთე რამოდენიმე თვეში, რა თქმა უნდა, დააფიქსირო მოგება, ხო, როგორც ახლა მე ვაკეთებ ამას. მხოლოდ მაგაზე გაქვს კონტროლი, მხოლოდ მაგას ხედავ და ეხლა ზუსტად იგივეა მეგობრებო. რაზე გაქვს კონტროლი და რას ხედავ? შენ ხედავ იმას, რომ 10%-იანი კორექცია გაქვს, ხო, სიტყვაზე. შეიძლება თუ არა რომ კიდე კორექცია მოხდეს? შეიძლება, აბსოლუტურად შეიძლება, მაგრამ ეგ შენ არ იცი. ერთადერთი რაც იცი არის ის, რომ გუშინდელზე იაფია დღეს იზრის იყიდვაც გუშინგინო და ეს არის 10% იაფი. შეიძლება 15%-ად გაიაფდეს, შეიძლება 20%-ად გაიაფდეს, კიდე 30% და ამიტომ ნაბიჯი მეგობრებო და ყველაფერი ერთ ჯერზე არა, როგორც ერთ ჯერზე არ ვყიდი მე ყველაფერს, ისე ერთ ჯერზე არ ვყიდულობ მე ყველაფერს და დაინახეთ რომ დავდე 2-2 ორდერი, ხო? ანუ თუ ბაზარი დავარდა კიდე ქვემოთ, უფრო ქვემოთ ვყიდულობ, თუ კიდე ქვემოთ დავარდა, უფრო ქვემოთ ვყიდულობ, ხო? ამიტომ ყველაფერისთვის უნდა იყო მზად და ზუსტად მაგისთვის არის მეგობრებო, აი ეს. ეს ტექნიკა, ამას ეს სტრატეგია რასაც ვაკეთებ, ხო, ამისთვის არ არის საჭირო რომ შენ იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი. ეს არის უბრალოდ წინაღობა და მხარდაჭერა, ეს არის უბრალოდ მოთმინება და ეს არის უბრალოდ გეგმის შექმნა და გეგმას მიყვე, იმიტომ რომ ბევრი ლაპარაკობს, მიყევი გეგმას, შექმენი გეგმა, გააკეთე ის, მაგრამ ამას რასაც მე განახებთ, არავინ არ იცის. და ის ვინც გეუბნება რომ გააკეთე გეგმა და შექმენი გეგმა, ის იმანაც არ იცის რა არის ეს გეგმის გაკეთება და გეგმის შექმნა. გეგმის გაკეთება არის ზუსტად ეს მეგობრებო, ორდერების დადება. შეგიფსო კომპიუტერებზე ჭდები იმ გაყიდული ორდერებით დეფისო buy ორდერებს. ეს არის გეგმა, მაგრამ როცა იწევს Bitcoin-ი 100,000 და 200,000-ზე და მაგ დროს იტყვრობ, გავყიდო თუ არ გავყიდო, იცი რა? მოდი კიდე დაველოდებ, იცი რა? მოდი ახლა გავყიდო. ეგ არ არის გეგმა, ეგ უკვე დაგვიანებული ხარ, უნდა გქონდეს ორდერები და უნდა შეგიფსოს. შენ არ უნდა გადაწყვიტო არაფერი, უნდა გქონდეს სისტემა, რომელიც გეუბნება რომ მოხდა ეს, ხდება ეს, მორჩა. ადამიანმა არ უნდა იფიქრო რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო და რანაირად გავაკეთო. როცა შენ გაქვს სისტემა და გააკეთე შენი გეგმა, იქ მორჩა. შენ რომ ეს ორდერები არ შეიყვანო და ეს გეგმა უკვე არ დაგეგმო, ესე ვთქვათ, როგორც მე ვაკეთებ ახლა რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში როცა ფასი მოიმატებს და დაინახო რომ მოგებაში ხარ, შეიძლება მე უკვე რაღაც ისინი დაგეუფლოს, რომ აი ხო არ მოვიცადო, კიდე ერთი დღე ვუყურებ და $100 თუ გაუფასურდება, მაგ დროს გავუყიდი. ანუ ეგეთი ფიქრები მოდის, ეგეთი ფიქრები ქონა ყველას მეგობრებო. ეს ყველაფერიც მე ჰაერიდან არ მომაქვს. ამ ყველაფერს რასაც მე თქვენ გიზიარებთ, არის ჩემი საკუთარი გამოცდილება. ის რასაც თქვენ დღეს გადიხართ, მე ყველაფერი მაქვს გამოვლილი. ყველა გიჟობა რაღაცები, რაც კი შეიძლება შენ გააკეთო, ტრეიდინგში და ინვესტიციები მაქვს მე გაკეთებული. ყველაფერი მაქვს მოსჯული, ყველაფერი მაქვს გაკეთებული. და ეს არის საუკეთესო გაკვეთილი, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ შენ ისწავლი ეგეთ ადამიანისგან, ვინც ეს ყველაფერი გამოიარა, შენ უფრო დაუშვებ ნაკლებ შეცდომებს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ
ის რჩევები, რასაც მე გაძლევთ, ამას გამოიყენებთ და ესე ვთქვათ, უფრო მეტ სარგებელს ნახავთ და უფრო ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ. ხოლმე და მხოლოდ ეს არის ჩემი მიზანი. ამიტომ მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ვიდეო და დალაიქეთ ვიდეო.